როდესაც გადაცემათა კოლოფებში ვცვლით ზეთს, არ უნდა დაგვაიწყდეს, რომ შიგნით არის ესეთი ბადისებური ფილტრი, რომლის გარეცხვაც არის სასურველი და რეკომენდებულია, რომ იქ მოვაცილოთ ის ძველი ნაგავი, ჭუჭყი, ნაფხვენი თუ რამე არის და ისე უკან მივაყენოთ კარტერი. ამის გარდა ავტომატიკებზე ტიტრონიკიც თავისთავად ავტომატიკაა. გარდა ვარიატორისა გვაქვს გარე ფილტრიც, რომელიც ან აქ კოლოფზე გარედან დგას, ან დგას აი ის თეთრი რაღაცა, აი ის, რომელიც ძალიან გავს ავტომობილის ზეთის ფილტრს, მაგრამ არ არის ავტომობილის ზეთის ფილტრი. სხვა წნევაზეა, სხვა გამტარობაზეა და არ შეიძლება იმისი კოლოფის ფილტრი მაგივრად დავაყენოთ ავტომობილის ზეთის ფილტრი. კოლოფის ფილტრი უნდა დაყენდეს აუცილებლად. ამასთან სასურველია, რომ ხარისხიანი ზეთი ჩაისხას, Subaru შემთხვევაში Dextron 3 არის დაშვება. ხო და ჩვენ მოტულს ვიყენებთ ან multi ATF-ს, ან Dextron 3-ს პირდაპირ. Multi ATF-ი სხვადასხვა დაშვების არის და შეიცავს ასევე Dextron 3 დაშვებას. ეგ არის და ეგ, რაც შემიძლია კოლოფზე გითხრათ. ვარიატორი კოლოფის შემთხვევაში ჩვენთან ისრება სრულად. გვაქვს ზეთის ჰიდრავლიკური ტუმბო, რომლის საშუალებითაც დაქუქილ ავტომობილზე ცირკულაცია მიმდინარეობს და იქამდე სანამ ძველი ზეთი არ გამოირიცხება და ფერს არ შეიცვლის ზეთი, ის ძველი ზეთი სრულად გამოდის სისტემიდან, რათა ძველი და ახალი ზეთი ერთმანეთს არ შეერიოს და არ დაკარგოს ეფექტურობა. ეგა და ეგ.